მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ საგარელი დღეს წარმოგიდგენ თუ ახლოს ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 18-24 აგვისტოს შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე რადანეცები ამოსხოდნელი პირველში გავითვალისწინოთ რომ დედამიწა შედარებით უარყოფით ენერგოველში გადადის ეს კი ნიშნავს იმას რომ აქ ცოტა სიტუაციები დაიძაბება ანუ წინა კვირისგან განსხვავებით ეს კვირა შედარებით უფრო რთული და დაზებულია და აქ კიდევ ორი მშვენი მოვლენა უნდა ავნიშნოთ. ეს არის 22-23 აგვისტოს დღეები, ანუ პარასკევი და შაბათი. აი რა ხდება მაგალითად პარასკევს მზე გვიან ღამით, ну უკვე ფაქტობრივად 23 იწყება ამ პერიოდში, რეალურად 23 რიცხვიდან შეიძლება ესე ვთქვათ, უკვე გადადის ქალწულის ზოდიაკოში ერთი თვით ტოვებს რა ლომის ზოდიაკოს ნიშანს, ამიტომ იწყება ქალწულების პერიოდი, მიწის სტიქიის ნიშნები უფრო გამოცოცხლებიან, უფრო ენერგიულები გახდებიან და ეს მოვლენა განავითარებს ადამიანში მეტად ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფობას, მოთმინებას, ნებისყოფას. ამასთან ერთად 23 რიცხვი ეს უკვე ახალმთვარეობაა და აქაც ქალწულის ზოდიაკოს ნიშანში ხდება მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება, რაც სწორედ ახალმთვარეობაზე გვამცნობს და ვიყოთ ყურადღებით. ესე იგი ტრადიციულად 22 უკვე დღის მეორე ნახევარი და 23 რიცხვი მთლიანად გავიაროთ თხილად. რატო? იმიტომ რომ აქ დაძაბულობა, კონფლიქტურობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ შეიძლება იჩინოს თავი. არ ვარგა მაგალითად 23-ისთვის, ну დანიშნავთ რაღაც მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებს, საშუალებების დადებას, რაღაც ახალი საქმე, იდეის, პროექტის რეალიზაციას ამ ხრივ ეს პერიოდები არ ვარგა და ამიტომ ამას მივცეთ ყურადღება. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაკოს ნიშნებს, აი სხვებიც იგრძნობენ რასკველ დედამიწის უარყოფით ენერგოველს ყველა ნიშანი, ფაქტობრივად აი მაგალითად ვერძით დავიწყოთ. ვერძებო, გაითვალისწინოთ რომ მაგ კონფლიქტების ალბათობა ამ პერიოდში მოიმატებს, თუმცა თქვენ ჯანმრთელობას აქ არ უჩივით. ვერძი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კრეატიულია, გონებამახვილია კი, მაგრამ კონფლიქტების ალბათობა ამავდროულად მოიმატებს წინა კვირისგან განსხვავებით. აქ სულსწრაფობა მატულობს, კარგად არ გაქვთ მოფიქრებული ესა თუ ის გადაწყვეტილება გეჩქარებათ, იმიტომ რომ მაინც მაგარი ხარ და მაინც ყველაფერი გამოგდიოდა და ამჯერად ამ კვირამ შეიძლება აქ პრობლემები შეიქმნათ და თქვენი სულსწრაფობა გახდეს შეცდომის ტოლფასი ფაქტორი, ამიტომ ვიღავით ყურადღებით, იმპულსურად იმოქმედებ და იაზროვნებ და სიტყვებსაც იმპულსურად ისვრით. თორე შეიძლება გახდეს მეორე პრობლემების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ფაქტორი. აი ამ ხრივ ვიღავით ყურადღებით. სხვა მხრივ კვირა კარგია და არაერთ თქვენი იდეის რეალიზაციას შეუწყობს ხელს. ეცაით რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ხარუნული ურთიერთობა შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან. ეს ბევრად სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს წინსვლასა და განვითარებას. ყველაზე კარგია თქვენთვის 21 რიცხვი აგვისტოსი და არ ვარგა 19 და 23 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაკოს ნიშნავდებლებს, კუროებო პერიოდი თქვენთვის რთულია. ჯერთინო ენერგოტონუსი ჯერ არ არის სათანადო სიმაღლეზე, თუმცა თქვენ იგრძნობთ რომ ნელ-ნელა იგი უმჯობესდება. უდავოდ იგრძნობთ, მაგრამ მაინც ამისთვის უკეთესი პერიოდია შემდეგი კვირა. ამ კვირაში მაინც ვიყოთ ყურადღებით, არავითარი მსხვილი საყიდლები ამ პერიოდში, ინვესტიციებიც არა, ხელშეყრებები არა, მოლაპარაკებაც არ იქნება სასიკეთო. არასტაბილური პერიოდია, გაითვალისწინოთ და ყველაფერი შეიძლება უცებ შეიცვალოს. ამიტომ შეიძლება წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდეთ და ფინანსური დანაკარგის წინაშე. ამიტომ ვეცადოთ რომ ეს კვირა მშვიდად გავიაროთ ყოველდღიური საქმეებით, რაც აუცილებელია კი ბატონო, არავით არის ზედმეტი რისკი და კარგი იქნება აქ მხარდაჭერა ახლობლების მხრიდან, ოჯახის წევრების მხრიდან, ის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს თქვენ შანსებს და პერსპექტივებს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის ამ პერიოდი, რომელიც უკავშირდება 20 და 24 რიცხვებს აგვისტოსი და არ ვარგა თქვენთვის 18 და 22 აგვისტოს დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაკოს ნიშნავდებლებს, ეს პერიოდი ითხოვს თქვენგან ყურადღებას, რატო? იმიტომ რომ აქ შეიძლება ფარულმა მტრებმა, ჭორებმა თქვენ საწინააღმდეგოდ იჩინონ თავი, ინტრიგების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რაღაც ძველი საიდუმლო შეიძლება თქვენი კავშირები, ან ნათქვამი შეიძლება გამომზეურდეს, ან ძველი შეცდომები გამომზეურდეს, თვალშორის საქმიანი შეცდომები, რაც შეიძლება გახდეს მერე არასასუალი პრობლემების, კონფლიქტების, საქმეთა გარჩევის ერთ-ერთი წინაპირობა და ამ ხრივაც ვიყოთ ცოტა ყურადღები და ფრთხილად, მაგრამ ენერგოტონუსი მაღალია ჯანმრთელობა, მდგრადია ნიშანი, აქტიურია, კონტაქტურია, კომუნიკაბილურია, გონებამახვილია, ამიტომ ამ კუთხით პოზიტიური შანსები უდაოდ გაქვთ, უბრალოდ აი ამ წყალქვეშა დინებებს, რომელიც ახლა აღვნიშნეთ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ აღმოჩნდეს, ხელისშემშელი ფაქტორი მთლიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდისთვის.
კარგია თქვენთვის 20 და 24 აგვისტოს დღეები და რიცხვები და ცოტა ყურადღებით ვიყოთ 18-ში. ვიხდე, ყველაზე კარგია თქვენთვის 21 რიცხვი, აგვისტოსი და არ გივარგა 19 და 23 რიცხვები. აი ეს დღეები ცოტა ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, აქაც თქვენ მეტი ყურადღება გმართებთ. მე ხვდები, რომ ერგოტონუსი ნელ-ნელა უჩვენებსდება, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანმრთელობა მდგრადი არ არის. კირჩხები ყველაზე ცუდად რეაგირებს ახალ მთვარეობაზე და ვიცით თქვენ 22-23 ეს რიცხვები უკავშირდებიან ახალ მთვარეობას, შეიძლება უცებ თქვენი ხასიათვალებადობაც წინა პლანზე წარმოიწვევს ემოციური გაღიზიანება და ასე შემდგომ, ამიტომ ეს კვირა მთლიანობაში რავით ყურადღებით. კონფლიქტების ალბათობა ხელმძღვანელობთან მაღალია, ზოგიერთი გეგმა შეიძლება საერთოდ შეიცვალოს და მოულოდნელი, ასე ვთქვათ, ასევე თქვენი რაღაცა საიდუმლოს გახსნათ შეიძლება მოხდეს, რაც იქნება პრობლემის ფაქტორი. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს და რაღაც მნიშვნელოვან რაღაც ფინანსურ პროექტებში და რაღაც მაკინაციებში არ ჩაერთოთ, რათა ამას არ მოყვეს მერე უსიამოვნებები და პრობლემები. შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 20-24 აგვისტოს დღეები, რიცხვები და არ ვარგა ამავდროულად 18 და 22 აგვისტოს დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, პირველში მოითამაშოთ, რომ პერიოდი მთლიანობაში კარგია, ამიტომ მაინც მთავარი ფავორიტი ჯერ კიდევ თქვენ ხართ. ლომი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ამიტომ მთლიანობაში პოზიტიური პერიოდია, მაგრამ მაინც ეს კვირა შედარებით წინა კვირისგან უფრო რთულია. იმიტომ რომ აქ წყალქვეშა დინებები გვაქვს მეტი, დედამიწის ვარაუდთან რგოველთან დაკავშირებით, ამიტომ ზოგიერთი დაუშვათ საიდუმლო ზოგიერთი მოტყუების ტენდენცია შეიძლება გამოვლინდეს. ან რაღაც შეცდომა დაუშვით, აი ესეც შეიძლება ეხლა თვალსისაცემი გახდეს. ყოველ შემთხვევაში მოშურნეები აქტიურდებიან და იცდებიან, გამოიყენონ ყველა თქვენი შეცდომა თქვენ საწინააღმდეგოდ, მათ შორის ინტრიგების და ჭორების მეშვეობითაც. ამიტომ აღვიყოთ ცოტა ყურადღებით, მაგრამ მთლიანობაში პერიოდი თქვენთვის ნამდვილად არ არის ცუდი. ყველაზე კარგია თქვენთვის 22 აგვისტოს რიცხვი და არ ვარგა 19-24 აგვისტოს დღეები, რიცხვები და 23-ისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დანიშნოთ. ეს დღეც გაიარეთ ცოტა ფრთხილად. ქალწულის ზოდიაქოს რაც შეეხება, აღვნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება და ამის შემდეგ კვირიდან უკვე იწყება თქვენთვის ვარსკვლავური დრო ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მზე გადადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, მაგრამ აქ იყავით ყურადღებით, რომ ამ წინა პერიოდმა დაბადების არ მოექნიოს კუდი. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ჯანმრთელობას გავუთხილდით, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები აქ იჩენენ მეტად თავს და გავითვალისწინეთ, რომ არაერთი სხვა ადამიანი ესწრება, რომ აბსოლუტურად თქვენთვის უსარგებლო იდეები მოგახვიოთ თავს. და ამით ასე ვთქვათ, თქვენი ყურადღება გადართოს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისგან. აი ამას შეიძლება ეჩინოს თავი, ასევე ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით თქვენი გეგმების შესახებ წინ და წინ ვილაპარაკებთ, რათა სხვებმა ეს არ გამოიყენოს შემდგომ თქვენ საწინააღმდეგოდ და ეს პერიოდი გაიარეთ წინდახედოთ. აქ შეიძლება მოამზადოთ რაღაცა იდეები, პროექტები და უკვე აი მის შემდეგ კვირიდან დაიწყოთ მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია. ყველაზე კარგია თქვენთვის აქ 20 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 18-22 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა სასწორი ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, მაგრამ ეს პერიოდი უფრო რთულია, წყალქვეშა დინებები მეტია, ამიტომ იყავით ყურადღებით სხვათა მხრიდან, მოშურნეების მათ შორის მხრიდან თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი შეიძლება გქონდეს. თქვენს უკან რა ხდება თქვენ ზურს უკან აკონტროლეთ, იმიტომ რომ ჭორები, ინტრიგები აქ გაძლიერდება, რამაც შეიძლება ცოტა ხელი შეუშალოს თქვენს განვითარებას და წინსვლას. თუმცა, მთლიანობაში რეფორმებისთვის პერიოდი კარგია, მაგრამ აი რა სიახლეებს აპირებთ, რა ახალი იდეები, პროექტები გაქვთ, ვისთან ერთად აპირებთ, ამაზე არ ელაპარაკოთ. ეს ყველამაჯობია ენასკველი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ და დაუშვათ თუ იქნა რაღაც საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტში, არ იყოს ფეიკი. გადაამოწმეთ, რომ აქაც შეცდომა არ დაუშვათ. ყველაზე კარგია თქვენთვის აქ 21 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 19 და 24 აგვისტოს დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, ეს პერიოდი შედარებით რთულია და დაძაბულობამ შეიძლება იჩინოს თავი ურთიერთობებში, მათ შორის შეიძლება დაძაბულობა თქვენსა და ხელმძღვანელებს შორისაც კი, მით უმეტეს თუ რაღაც დაუმთავრებელი საქმეები, ამას შეიძლება ძალიან დაძაბულოს ეს ურთიერთობები, ან დაუშვათ ვალდებულებები არ არის შესრულებული. აი ესეთ
ტენდენციებმა შეიძლება ძალიან დაძაბონ ეს ურთიერთობები. ეცადეთ რომ აქ იმოქმედოთ უფრო მეტი ტაქტით, თავდაჭერით, ინტუიციაზე დაყრდნობით, რაც იქნება უფრო მეტად წარმატებული და შემდეგ კვირა თქვენთვის გაცილებით უფრო სასქე თუ. ამიტომ ეს კვირა ეცადეთ უფრო მშვიდად შედარებით სტაბილურად გავლო და არაფერი სარისკო მნიშვნელოვანი ამ კვირაში არ დაიწყოთ. ეს კუპერი გადადით შემდეგი კვირისათვის. ყველას კარგია თქვენთვის 20 აგვისტოს დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 22 აგვისტოს დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნებს უბრალოდ სკოლისა გავითვალისწინოთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოტონოსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერია, ინტუიციაზე დაყრდნობითაც კარგად მოქმედებს, მაგრამ სოუსტრაფობა, მოუთმენებობა, სააკრასტული გამოთქმები, იმპულსური ზედმეტად მოქმედება იქნება შეცდომის ტოლფასი და აქ შეიძლება ცვლილებები მოხდეს კარიული კუთხითაც კი, რასაც შეიძლება მოყოლეს კონფლიქტები, გაუგებრობები, საქმეთა გარჩევა და ასე შემდგომ. თავარი არ დაკარგოთ ოპტიმიზმი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი გადაევლის და უფრო შედარებით ადვილად თუ რაღაც დანაკარგი იქნება ამის ტენდენცია არის უდაოდ. ეს ამასაც უფრო ადვილად გადაიტანთ ოპტიმიზმის მეშვეობით. იმიტომ რომ ამის შემდეგ კვირა მოგცემთ გარკვეულწილად თუნდაც ნაწილობრივი კომპენსაციის შესაძლებლობას იმ დანაკარგებისა, თუ ესეთი დანაკარგები იქნება ამ კვირის განმავლობაში, მათ შორის მატერიალურ და სხვა სახის დანაკარგებზე გვაქვს საუბარი. და აუნიშნოთ ისიც რომ მოგზაურობის კუთხით პერიოდი ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გადამოწმებული. მარშრუტიდან დაწყებული თქვენი დაუშვათ მანქანის ტექნიკური მონაცემებით დამთავრებული, რომ აქ მე ამ კუთხითაც რაიმე სახის სირთულე არ შეიქმნას. 18 და 22 აგვისტოს დღეები ყველას კარგია და არ ვარგა თქვენთვის 20 რიცხვი აგვისტოსი. დარჩენილი დღეები ამ კვირაში ნეიტრალურია. რაც შეეხება თხისკას ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობებს, აქაც ეს კვირა გავიაროთ ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ ამის შემდეგ კვირა გაცილებით უკეთესია თქვენთვის. აქ საეჭვო რაღაც პროექტებში ნუ ჩართებით. იღავით ყურადღებით მგზავრობა, მოგზაურობის დროს აქაც რაიმე ყურადღებობის ნიადაგზე შეცდომა არ დაუშვათ და აუნიშნოთ რომ ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას ენას კბილი უნდა დააჭიროთ. საიდუმლო დაიცავით. და თქვენ გაქვთ რაღაცა იდეა პროექტი, შეიძლება რაღაც საინტერესო წინადადებაც მიიღეთ ამ პერიოდში. კი ბატონო, ამის განხორციელების დრო მოვა შემდეგ კვირიდან, მაგრამ ამ კვირაში ამაზე ნუ ისაუბრებთ. ნუ გაანდობთ სხვებს ამ თქვენს დაუშვათ შესაძლებლობებს, ვიტყვი ყველაფერი მე შეიძლება უკუღმოდ ძალიან მართოს და ამას პრობლემები მოგვას. რაც შეეხება რიცხვებს 19-23 აგვისტო კარგი დღეებია თქვენთვის და 21 ცოტა ფრთხილადაც ინდახებულად გავიაროთ, თუმცა 22-ით სახელმთვარეობა ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას საღამო ხანია 22 რიცხვისა. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობებს, აღვნიშნოთ რომ აქ შეიძლება კონფლიქტები გამწვავდეს. ფინანსურმა სირთულეებმა იჩინონ თავი, საქმეებში სხვადასხვა სახის სირთულეებიც მეტად წარმოიქმნას. თუმცა ენერგოტონუს ჯანმრთელობას ეს ნიშანი არ ურჩევის, მაგრამ აი ეს კალკულირებული დინებები მეტად იჩენენ თავს და ითხოვენ ცოტა მეტ სიფრთხილეს და ყურადღებას, რათა ეს არ გახდეს ხელისშემშელი ფაქტორი. შემოქმედებითი კუთხით პერიოდი კარგია, შემოქმედებითი მუშაობისთვის ნიჩის უნარის გამოსავლად, ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება ხელს შეუწყობს გარკვეული ბარიერების გადალახვას, სხვა შორის პარტნიორული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. გინდათ პირადი სასწავლო, გინდათ საქმიანი ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობა, რაც უფრო სტაბილურია, მით მეტად წახვალწინ და ამ ბარიერებს გადალახავთ და პირიქით. ყველას კარგია თქვენთვის 18 და 22 აგვისტოს დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 20 აგვისტოს დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. და რაც შეეხება უკვე თევზების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობებს, ეს კვირა გავიაროთ ცოტა ფრთხილად. Τώρα სიტუაცია შეიძლება ისევ დაიძაბოს ძველმა შეცდომებმა, ვალდებულებებმა, შეიძლება ვალებმაც აქ მეტად იჩინონ თავი, ჯანმრთელობამაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას, ამიტომ ნუ გადაიღლებით, აქ ჯობია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ საქმეები, არ გაარჩიოთ, მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი, პროვოკაციებს არ აყვეთ, მით უმეტეს რომ შემდეგი კვირა გაცილებით უფრო სასკეთო და წარმატებული იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ამ კვირაში რაღაც შეცდომები არ დაუშვა და რაღაც ახალი პრობლემები არ წარმოქმნათ, რომ შემდეგ კვირას უკვე შეძლოთ მნიშვნელოვანი საკითხების მეტად გაკეთება, რაღაც პრობლემების მოგვარება და ასე შემდგომ. ყველას კარგია თქვენთვის 19 და 23 აგვისტოს დღეები რიცხვები და არ ვარგა 21 აგვისტოს დღე და შესაბამისად ეს რიცხვი. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.